გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. ვილისანიოლის ემოციური კომენტარი კვარაცხელიაზე, ხვიჩას განცხადება და PSG-ს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მიქაუტაძე ლივერპულში, რა ხდება ქართველი ფეხბურთელის თავს. მეტი მოტივაციისთვის კი ნუ დაიზარებთ არხის გამოწერას და ასევე ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ყველას მადლობას იხდით, ვინც დამითმეთ 2 წამი და ეს 2 პატარა თხოვნა გაითვალისწინეთ. ახლა კი გადავიდეთ ვიდეოზე. სატრანსფერო ბრძოლა დაწყებულია. გადამწყვეტი კვირა გოგლიჩიძის კარიერაში. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი რომის ტრანსფერს ამ დროისთვის სერიას ერთბაშად რამდენიმე კლუბი განიხილავს, ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელთა სამიზნეც გახდა. ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა რომ გოგლიჩიძის გადაბირება რომას, ლაციოს, ფიორენტინას, პარმასა და სასუოლოს სურთ. ბოლო ინფორმაციით კი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში სერიას კიდევ ერთი კლუბი ჩაერთო. ეს კლუბი კი გახლავთ უდინეზე. ასევე პრემიერ ლიგიდან ნოტინგემ ფორესტი და ელიტაში წელს აღზევებული სანდერლენდის ებმებიან. გავრცელებული ინფორმაციით ფორესტი და სანდერლენდი მზად არიან რომ დააკმაყოფილონ ემპოლის ფინანსური მოთხოვნა, რომელიც 7-დან 8 მილიონი ევროთი განისაზღვრება. სანდერლენდი თავის დაცვის ხარჯში გოგლიჩიძეს საკვანძო ფიგურად ხედავს. ფორესტის მიზანი კი ხანგრძლივი კამპანიის წინ შემადგენლობის გაღრმავება. რაც შეეხება ქართველი მცველი უდინეზეს დაინტერესებას, კლუბიდან გამოსული ხმების თანახმად, უდინეზე ახალგაზრდა ქართველი მცველი სანაცვლოდ დაახლოებით 7 მილიონ ევროს გაიმეტებს. თავის მხრივ გოგლიჩიძე ამ ტრანსფერის წინააღმდეგი არ იქნება, რადგან ამ კლუბში ყოველთვის აფასებდნენ ახალგაზრდებს და მათ განვითარების საშუალება ეძლევათ. საბოლოო შეთანხმება კი ჯერჯერობით მიღწეული არ არის, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომდევნო კვირა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სიახლეები არ წყდება. ახალი კლუბი დავითაშვილის რადარზე. ბოლო ინფორმაციით ზურიკო დავითაშვილის ბეშიქტაში ტრანსფერის საკითხი ამოწურულია. ამის მიზეზი სატრანსფერო ღირებულება. თურქული მედიის ინფორმაციით სენტ-ეტიენმა ქართველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მოითხოვა, მაგრამ მიუხედავად ამისა დავითაშვილის მომავლის შესახებ სიახლეები არ წყდება. ამჯერად ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა ეკიპი გვამცნობს, რომ მისი გადაბირება კიდევ ერთ ფრანგულ გუნდს სურს. საუბარი კი რენზია, რომელმაც გასული სეზონი ჩააგდო და მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოლა. აღსანიშნავია, რომ რენს ახალი სპორტული დირექტორი ლოიკ დეზირე ჰყავს, რომლის მიზანია, რომ მნიშვნელოვანი ტრანსფერები განახორციელოს. ერთ-ერთი სამიზნე კი სწორედ დავითაშვილია. ჯერჯერობით უცნობია თავად ქართველი ფეხბურთელის სურვილი, სურს თუ არა მას ამ გუნდში გადაბარგება. თუმცა ფრანგული კლუბის სურვილი საკმაოდ რეალურია. ამიტომ ნახოთ თუ კიდევ რა სიახლე გავრცელდება ზურიკოს თავს. ლივერპულის ერთ-ერთი ყველაზე სანდოგვერდი ენფილდ სექტოსი მეილ სპორტზე დაყრდნობით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მათი თქმით, მერსესაიდული კლუბის თავკაცი არნე სლოტი ახალგაზრდა და მრავალმხრივ ფორვარდს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით ნიდერლანდელს სპეციალის სურს, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელი ჰყავდეს, რომელიც სამივე შემტევ პოზიციაზე ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ პოსტის კომენტარებში არაერთი კომენტარი დაიწერა მიქაუტაძის შესახებ. ჟორჟი მართლაც ჩდება სლოტის მოთხოვნებში და სწორედ ამიტომ ფანებს ქართველის ყიდვა სურთ. თანაც ლიონი კარგი შეთავაზების შემთხვევაში მიქაუტაძეს გაყიდის. მე კი აქვე შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან ლივერპულში მამარდაშვილი ითამაშებს. ამიტომ შესაძლოა, რომ ერთ გუნდში 2 ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ. ეს კი ძალიან მაგარი ამბავი იქნება, რადგან ასეთ დონეზე მოთამაშე 2 ქართველ ფეხბურთელს ვიხილოთ. ამ ტრანსფერთან დაკავშირებით კი დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთი ინფორმაცია გავრცელდება. მე კი ყველა დეტალს ეტაპობრივად მოგაწვდით. დავწერე იმასაც, რომ ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა ადილ რამიმ გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა. ალბათ იფიქრებთ აჭარბებსო თუ გეტყვით, რომ მიქაუტაძეს თავისუფლად შეუძლია ევროპის ტოპ-10-დან რომელიმე გუნდში თამაში. მაგალითად, თუ PSG ტოპ-10 გუნდში შედის, მაშინ ის ამ გუნდში 9 ნომრის პოზიციაზე იდეალურად ითამაშებდა. ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და მალე კიდევ უფრო მეც დაამტკიცებს. ამჟამად ბარსაში ლევანდოვსკია, თუმცა თუ 2 ან 3 წელიწადში მიქაუტაძე ბარსაში ან რეალში გადავა, ყველაფერს გაანადგურებს, რადგან მას კარგი მეპასეები ეყოლება და გოლების გატანა არ გაუჭირდება. ლიონში მისი პროგრესი აშკარაა, ამიტომ როცა მიქაუტაძეს მალე დიდ გუნდში იხილავთ, ჩემს სიტყვებს გაიხსენებთ, განაცხადა ფრანგმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვილისანიოლმა ფრანგულ მედიასთან კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან კი გაიხსენა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩის წინ კვარასთან გამართული დიალოგი. სანიოლი კი ჩვენ დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი ჩემი გუნდის ლიდერ კვარაცხელიას. ის ცოტა არ იყოს უხასიათოდ მეჩვენა. ის კი მოვიდა ჩემთან და მითხრა: "წვრთნელო, თუ კი სათადარიგო და სკამზე მიპირებთ, დასმას ამას გაგებით მოვეკიდები, რადგან საუკეთესო ფორმაში აშკარად არ ვარ." მე კი ვკითხე: "რატომ შენ ხო ნაპოლიში მთელი სეზონი ძალიან კარგი იყავი?" ამაზე კი მან მიპასუხა: "იქ თავს თავისუფლად გრძნობდი, ახლა კი წნეხის ქვეშ ვარ." კვარაცხელია საქართველოში იგივეა, რაც ზიდანი საფრანგეთში, ოღონდ 1000-შერ უფრო მეტად. ის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სახელმწიფოს მეთაური. როდესაც ჩემთან პირველად აღმოჩნდა რიბერი შევადარე. ის ძალიან გავს მას თამაშის მანერით. განაცხადა სანიოლმა, რომელმაც ასევე გაიხსენა თავის დროზე კვარაცხელიას ნიცაში არ შემდგარი ტრანსფერი. მაშფოთებდა ის, რომ სანამ ნაპოლიში არ გადავიდა, მისი ტრანსფერის განსახორციელებლად ფრანგული კლუბი
კლუბებიდან არც ერთმა გადადგა ნაბიჯი. ერთადერთი ჟულიან ფურნიეს ნიცა იყო, თუმცა მათ არასაკმარისად სწრაფად იმოქმედეს. აქ ქვეყნებს 48 წლის ფრანგის სპეციალისტის სიტყვებს ლიათი სპორტი. დავძენ იმასაც, რომ პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავმა კვარაცხელიამ UEFA TV-სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. ქართველმა ფეხბურთელმა კი ასევე ლუის ენრიკეზეც ისაუბრა, რომელიც დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. ყველაზე მეტად მასში მომხიბლა მისმა ხასიათმა და ფეხბურთელებთან ურთიერთობის მანერა. პირველად მისგან ასეთი დამოკიდებულება ვიქცენი. როდესაც ვინმე მშვიდად მოდის შენთან და ყველაფერს გიხსნის, ფეხბურთელი კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას დებს, რომ გაიგოს და კიდევ უფრო უკეთ ითამაშოს. ლუის ენრიკე გაგრძნობინებს როგორც მოიტანზე, ასევე მის გარეთ, რომ ყველაფერი უნდა გაიღო მისთვის, კლუბისთვის და ყველა გულშემატკივრისთვის. ის დიდი პატივისცემითა და სისხლით გექცევა. ყველაზე მეტად კი მისმა ადამიანურობამ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, განაცხადა ხვიჩა. ამასობაში კი საინტერესოა ის თუ რა ხდება პარიზული კლუბის თავს. გავრცელებული ინფორმაციით PSG-მ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ სატრანსფერო ექსპერტის ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ნიკო ვილიამსმა არჩევანი ბარსაზე შეაჩერა, მიუნხენის ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ბრედლი ბარკოლა გახდა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას პარიზულ გუნდში გადასვლის შემდეგ ბრედლიმ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამიტომ ის გუნდში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა და კლუბის ატოვებას აქტიურად განიხილავს. როგორც იწერება, მას სურს ისეთი პროექტი, სადაც გუნდი მასზე აშენდება. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ ფრანგი ფეხბურთელი კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს. ბარკოლას გუნდიდან წასვლა კი იმას ნიშნავს, რომ მარცხენა ფლანგზე დასაყრდენი თავიდან ბოლომდე კვარაცხელია იქნება. ინიაკის ზეწოლა გრძელდება. რატომ ვერ ხდება ვილიამსის ბარსაში ტრანსფერი? რატომ დაიწყო მადრიდის რეალმა ვარჯიშებზე დრონების გამოყენება? ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ჩაბი ალონსომ რეალის ფეხბურთელების ვარჯიშების გადასაღებად დრონების გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ მარკა წერს. გამოცემის ცნობით, 43 წლის ესპანელი სპეციალისტი მადრიდელების ვარჯიშებზე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ რეალს დრონები აქამდე არასდროს არ გამოუყენებია. ის კი სამწვრთნელო შტაბისთვის ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის დამატებითი წყარო გახდება. როგორც იწერება, თავად ალონსოც დრონებს ვარჯიშზე პირველად იყენებს, თუმცა ის იყენებდა რამდენიმე კამერას, რომელიც მოედნის ზემოთ იყო დამონტაჟებული. ერთი წლის წინ ნიკო ვილიამსის ბილბაოდან ბარსაში გადასვლის ყველაზე დიდი წინააღმდეგი მისი ძმა ინიაკი ვილიამსი იყო, რომელმაც იმდენი იქნა, რომ უმცროსი ძმა ატლეტიკში დარჩენაში დაარწმუნა. აღსანიშნავია, რომ ამჯერადაც მსგავსი სიტუაციაა შექმნილი, თუმცა როგორც კატალონიური სპორტი იუწყება, ნიკოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბლაუგრანაში კარიერის გაგრძელება და მის სურვილზე ვერანაირმა რჩევებმა ზეგავლენა ვეღარ უნდა მოახდინოს. როგორც ირკვევა, ინიაკი ვილიამსი ბილბაოს ხელმძღვანელებთან ერთად ნიკოს არწმუნებს იმაში, რომ ბასკურ კლუბს შეუძლია მას იმაზე მეტი ხელფასი შესთავაზოს, ვიდრე ამას ბარსა შესთავაზებს. თუმცა ესპანეთის ნაკრების გარემარბს კატალონიურ გრანტში წასვლა მხოლოდ კარიერული წინსვლისთვის ესაჭიროება და მისთვის ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ასევე ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის ლამინ იამალის ფაქტორიც, რომელიც ნიკოს საუკეთესო მეგობარია. ამიტომ დიდი ვარაუდით ამ ტრანსფერს წინ ვეღარაფერი ვეღარ აღუდგება. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხავნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.